რა? ჩინეთში უნდა წავიდეთ. წავედით ჩინეთში და მაგრამ ვიგულავთ. ხოიცა ჩინეთში არ მინდა რა. სადმე ზღვაზე წამიყვანეთ. იქ ვიგულავებ რა. უხანში რა მინდა ბიჭო? ვარა სერიოზული ხალხი ხართ რა. საგულავთ კი არა, საქმეზე უნდა წავიდეთ. კაი, და რა ვაკეთოთ ჩინეთში? ვიყიდით ავეჯს ან მასალებს და ჩვენი ხელით წამოვიღებთ. ო, ხელით. ხელით არა, თვითფრინავით. ჩემმა მეზობელმა გააკეთა ეგრე, სახლისთვის ავეჯირო დაჭირდა, გაფრინდა, იყიდა და წამოიღო. არ გამოვა. რატო? იმას თუ გამოუვიდა? ბიჭო, იმას სახლისთვის უნდა და ჩვენ ბიზნესისთვის გვინდა. და ესე თითო ავეჯისთვის ვიაროთ ჩინეთში? იცი რა ძვირი დაждდება? მარტო წადი წამოდიში არ გვეყოფა ფული. აუ რაღაცა უნდა გითხრათ რა, მაგრამ და ეს ავეჯირო დავიკიდოთ და საშაულმეს მივაწვეთ. დაივიწყე. რატო? იმიტომ რომ სპეციფიური ბიზნესია და თავის ცოდნა უნდა. ვისწავლოთ რა პრობლემაა? მე სწავლისთვის უკვე დავბერდი რა. რა სამბობდი შემითხარი რა? მოკლედ ავიღოთ რა ეს ფული. გავყოთ რა და დავიშალოთ რა. აუ, ეგ ხო თქვით რომ ყველაზე ბოლო ვარიანტი უნდა იყოს. თქვით? ბოლოა რა. აუ, კობა ამოიღე რა ხმა რა. ესე დავიშალოთ? არა, სხვა გზა თუ არ გვაქვს. Watch as your life comes to pass. And goodbye, love, goodbye, sin. I don't need that voice within anymore. თქვენი წვენი მზად არის. აქ შემოგიტანოთ თუ სამზარეულოში დალებთ? ზია, რამდენჯერ გთხოვე რა. თქვენობით ნუ ვაპარაკოთ. ეხ ბოლო ერთ სახლში ვცხოვრობთ რა. კარგი იყოს შენობით. ბოლოჯერ შევთანხმდით იცოდე? კი ბატონო. ანუ სად დალებთ? სად დალევ წვენს? სამზარეულოში მიჩვენია, კაი, რის წვენია? ბანანის და სტაფილოსი, როგორიც გიყვარს. აუ, გადამრევ რა. ანუ 2 დღეა რა ჩემთან ცხოვრობ და ეს რანაირად დაიმახსოვრე ყველაფერი. აბა სხვას რას ვაკეთებ? მართალია გითხრა, ძალიან მიხარია რომ ჩემთან ხარ. მე მგონი კერესა მაინც ცხოვრებაში პირველად რაღაცა სასარგებლო გამიგეთა. არ ვიცი. სად გიპოვა ესეთი კარგი ადამიანი? ძალიან მრცხვენია ასე რომ აქებ. არა, მარცხვა მაინტერესებს, იმიტომ რომ ძალიან რთულია ამ ბოლო დროს მარცხვა სანდო ადამიანის პოვნა. არ ვიცი. მიპოვა სააგენტოთი. მარცხვა? ოჩახ კერესას რამდენი უძებნია ესე იგი. აუიცი რა მზია, მოდი რა შევალ მე გადავივლებ და მე დავლევ, კაი? კი ბატონო, როგორც გნებავთ. როგორც გინდა. ხოდა ესე არ ჯობს. აი მე ძლივს დავდივარ ამ ბოლო დროს. მე ვარ ქალბატონო ქეთი ზია. დიახ, კარგად არის. წვენი მოვუმზადე. არა მარტოა. არ ვიცი. თითქოს კარგ ხასიათზეა. კარგით ქალბატონო ქეთი, მე ახლა წავალ, თორემ მეშინია შემომის დროს და ხვალ კიდევ დაგირეკავთ. ადრე მოსულ ხარ? რა საქმე მქონდა? ეს რომ წოდნე და უფრო ადრე მოვიდოდი. რა? ის ძალიან ლამაზი ხარ. დღეს? ბაბაკი, უნდა მეთქვა დღეს განსაკუთრებით ლამაზი ხარ თქო. ეგ ცვლის საქმის ვითარებას. აუცნაურად იღებ თურმე იურისტები კომპლიმენტებს. ყველაფერში საქმის ვითარებას ეძა. რას ვიზავთ პროფესიული დაავადება? ხოდა უნდა განიკურნო. მე დაგიხმარებ.
კარგი. მაგრამ მოდი მანამდე შეიძლება დღეს საქმეზე არ ვილაპარაკოთ. ნახე რა კარგი გარემოა, ცოტა დავლივოთ, მუსიკას მოусმინოთ. გოგა, მაგის დრო არ გვაქვს. ისე მეუბნები თითქოს შემდეგი 10 წელი ბარში ჯდომა აღარ მიღირსება. პროკურატურაში ვიყავ. იყო ექსპერტიზის პასუხი. არა და ზუსტად მაგიტომაც მივედი. პროკურატურა ექსპერტიზის დასრულებამდე სასამართლოს ჩანიშნა სიტყვას. ედო? იმიტომ რომ ოქროს მოწმეების სიკვდილი თუ კვლელობა შენი საქმის ვითარებას მთლიანად ცვლის. ჯერ გარკვეულ კვლელობაა თუ სიკვდილი. თუ ეგეც მე უნდა შემტანო. არა. შენ არავინ არაფერს არ შეგტანის. უბრალოდ პროკურატურა გამოძიების დასრულებამდე პატიმრობას ეთხოვს. ხო და რატო? იმიტომ რომ მართლმსაჯულებას არ დაემალო, მოწმეებზე არ მოახდინა ზეწოლა. აი რა. შენც რა პროკურორივით მელაპარაკებოდ. ჯერ ერთი მე არაფერი დამიშავებია და მე მეორე გაქცევა რომ დომოდა აქამდე ხო გავიქცეოდა. კი, ვიცი. მაგრამ პროკურატურას კანონით ამის მოთხოვნის უფლება აქვს. და გირაო რაღაცა გადამახდებინის. ის სხვა საქმეზე გადავიხადე. იმ საქმეზე რომელიც ასევე არ გამიკეთებია. კი ბატონო, მაგრამ მაგას სასამართლოზე დავამტკიცებთ. ეს ახალი საქმე, კვლელობა. ახალი მუხლია? არა. ჯერჯერობით არანაირი მუხლი არ არის. მაგრამ ციხეში ჩავჯდე. გოგო. ხომ იცი რომ ყველაფერს გავაკეთებ რა შემიძლია. რა შვები ლამაზო? რატო არ დაგინახე? გემალებოდი. მართალია. მემალები. გამირბი ხარ, ცუდ ხასიათზე ხარ. და მე ამ ყველაფერს სამსახურში პრობლემებს აბრალებ. ხო, ეგეც არის კი. ეგეც რო არის მჯერა, მაგრამ თავარ მიზეს რომ არ მეუბნები მწყინს. ხო, მაგრამ რო გითხრა და უარესი აღმოჩნდეს. ცადე და ვნახოთ. ანუ ისეთი ახლობლებიც არ ვართ, რომ პრობლემები გამიზიარო. კარგი რა ირინა რა. შენზე ახლობელი ხო იცი რომ არავინ არ მყავს. მაშინ მითხარი. სულ იმაზე ვფიქრობ რა. შენმა ქვარმა ჩვენზე რო გაიგო. მეც. და იცი რა მოვიფიქრე? შენ რო არ იქნები. ხო არ მივიდე და კაცურად დავილაპარაკო რა. რა? გადაირიე? და რას ეტყვი მერე? რა ვიცი, რამეს ვეტყვი, რა შეუძლებ დალაპარაკებას? შენ ნორმალური ხარ? სიგიჟია, აღად მყოფ კაცთან და მიხვიდე და რა უნდა უთხრა? რომ მე და შენი ცოლი ერთად წევართო? ჯერ ერთი ეგრე არ ვეტყვი. და მეორეც, ჩემთვის ჩვენი ურთიერთობა ერთად წოლაზე ბევრად მეტი არის. ჩემთვისაც ეგრეა. ბევრად მეტია და მიჯერე. უბრალოდ ამ ეტაპზე ჩემი ქმრის და შენი შეხვედრა არ მიმაჩნია სწორად. აბა რა უნდა გავაკეთო? არაფერი. იცი რა? თავისუფალი დრო მაქვს და მოდი შენთან წავიდეთ. ოღონდ ერთი პირობით.
არაფერზე არ ვილაპარაკოთ. მასულა. If you want time, I would give you mine. And until morbid light, I will stay by your side. We won't have to say goodbye. We can cross the great divide tonight. მოიცა. ალეურამეს. ასეც შემომთავაზებ. და ვისკი რო იყოს? იყოს ვისკი. მიდი. ვაუ. შვენივრად ცხოვრობ. აფრი? შვენივრად ცხოვრობ. გადასარევად. მოიცა, ერთწუთი რა თქვი რამ ქვია? არ გიკითხავს. ახლა გეკითხები მაშინ. რა მნიშვნელობა აქვს? შენ რაც გინდა ის დამეძახე. მოიცა. რა იყო? რამე პრობლემაა? არა, პრობლემა უნდა იყოს. უცნაურად იქცევი. თუ არ მოგწანვარ. არა, ძალიანაც მომწონხარ უბრალოდ რაღაც. ვერ ვარ კარგად რა. რა გჭირს? სიცხე ხომ არ გაქვს? მოიცა რა სიცხე. ზიან ბოლო დროს ნერვები მღალატობს რა. რაღაც წამლებს ვამ, მაგრამ ჯერჯერობით არ ბიძს. აი რა. ნევროზე და დეპრესიაზე წამლებს ვინ ხასვავს? ჩამორჩი ცხოვრებას. ჩემო სიმპათიო რა. და აბა რა საკეთებენ? ერთი წუთი. არა მადლობა, ეგეთი რამეებით არ ვერთობი. იმიტომაც ხარ უჟმურ ხასიათზე და დეპრესიებში. სადა? მასე შერაგონი ეგ მიშველის? არ მგონია. ზუსტად ვიცი. სადა? მომეცევა. რა ხდება? მოიცა? აუ, აღარ მომარ, ტყავზე ხავე? არ ვიცი, კერეს. ძალიან. მალე ხომ იცი რომ